მოგესალმებით. ევროკავშირი ჩაფიქრებული იყო როგორც გლობალისტური და ნეოლიბერალური პოლიტიკური პროექტი და არის კიდეც ასეთი. ევროკავშირი იმართება ზესახელმწიფოებრივი და ზეეროვნული სტრუქტურებით. შეიძლება ვთქვათ, რომ ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს მთავრობას კიდევ ერთი დამატებითი მთავრობა ჰყავს. ასეთია მაგალითად ევროკომისია, ევროპული საბჭო, ევროპარლამენტი. ევროკავშირს სხვა საერთაშორისო თუ რეგიონული კავშირებისგან სწორედ ეს მოცემულობა განასხვავებს. ავიღოთ მაგალითად გაერო. გაეროს როლი მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი ძალაუფლება წევრ ქვეყნებზე ნამდვილად არ არის ისეთი, როგორიც მაგალითად ევროკომისიის შესაძლებლობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებით. დღეს ევროკავშირის სახით უკვე არსებობს ერთი დიდი ბიუროკრატიული მონსტრი, რომელსაც ბრიუსელში აქვს შტაბ-ბინა და იქიდან აკონტროლებს ყველა წევრ სახელმწიფოს. ეს კონტროლი ზოგიერთებს უკვე ძალიან აღარ მოსწონთ. უნგრეთის პრემიერის სახით ევროსკეპტიციზმი ხმამაღლა ისმის. თუმცა ნამდვილად არიან სხვებიც, ვინც დახურულ კარს მიღმა, მაგრამ მაინც ეწინააღმდეგებიან ფონ დერ ლაიენის ძალაუფლებას. უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის ხედვები ჩვენთვის, ქართველებისთვის, არც ახალი არ არის და არც უცხო. ყველაფერი ემყარება ძლიერ ისტორიულ იდენტობას, ქრისტიანულ ღირებულებებს და ტრადიციული ცხოვრების წესს. ამ მხრივ ევროკავშირი საწინააღმდეგო მხარეს დგას. როგორც ნეოლიბერალური და გლობალისტური პოლიტიკური პროექტისთვის, ფონ დერ ლაიენისა და მისი გუნდისთვის მთავარი არის LGBT პროპაგანდა, არალეგალური მიგრაციის გაღვივება, ეროვნულ და ევროპულ იდენტობასთან ბრძოლა და რაც მთავარია, დიპ სტეიტის ინტერესების ურყევი დაცვა, რაშიც საომარი პოლიტიკა და რუსეთთან სტრატეგიული დაპირისპირებაც შედის. მართალია დონალდ ტრამპის თეთრ სახლში შესვლამ ვითარება შეცვალა და საბედნიეროდ უკეთესობისკენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დიპ სტეიტის გეგმები შეიცვალა, ან ევროკრატები დაიწყებენ სხვაგვარი პოლიტიკის გატარებას. უკვე ჩანს და მკაფიოა, რომ ევროკრატები ყველაფერს გააკეთებენ ტრამპის საწინააღმდეგო პოლიტიკისთვის. ეს წინააღმდეგობა კი ყველაფერში უნდა გამოიხატოს, დაწყებული სამშვიდობო პროცესის ხელშეშლით და დასრულებული ნეოლიბერალური და LGBT იდეოლოგიის ურყევი მხარდაჭერით. დონალდ ტრამპმა შემთხვევით არ თქვა, რომ ამერიკის ინტერესები მისთვის მთავარია. სწორედ იმავეს ამბობს ვიქტორ ორბანიც და ეს არც არის გასაკვირი. ყველა ხელისუფლებისთვის, ვინც ეროვნულ პოლიტიკას ატარებს, მისი ქვეყნის ინტერესია უმთავრესი. დღევანდელი მოცემულობა აჩვენებს, რომ როდესაც საერთაშორისო პოლიტიკაში სახელმწიფოები ეროვნული ინტერესებით მოქმედებენ, საერთო ენას უფრო მარტივად გამონახავენ, ვიდრე როდესაც რომელიმეს გლობალიზმი და ნეოლიბერალიზმი აქვს აჩემებული და სხვებისთვისაც იმავეს თავზე მოხვევას ცდილობს. უნგრეთის პრემიერი ორბანი ითხოვს ძალიან მარტივს. ეროვნული ინტერესების დაცვას ევროკავშირში და წევრ სახელმწიფოებში, სოროსის აგენტურის მოშორებას, ევროკომისიისა და სხვა სტრუქტურების აგენტებისგან გაწმენდას და ოჯახური ღირებულებების დაცვას. ამ მხრივ უნგრეთმა კანონიც მიიღო, რომლითაც პრაიდის ღონისძიებების ჩატარება აიკრძალა. ნამდვილად მისასალმებელი და მისაბაძი ნაბიჯია. ორბანისგან ისიც ისმის, რომ ევროკავშირი უკრაინას ექცევა როგორც კოლონიზატორი. იყენებს მას საკუთარი ინტერესებისთვის, სატყუარად კი ევროკავშირში წევრობას სთავაზობს. საინტერესოა, რა დრო უნდა გავიდეს საიმისოდ, ან რა ფასი უნდა გადაიხადოს უკრაინამ, რომ ფართო საზოგადოებამ ეს დაიჯეროს. ცოტა ხნის წინ, მანამ სანამ იენს სტოლტენბერგი იყო ნატოს გენერალური მდივანი, დაპირებაზე მოდიოდა, რომ უკრაინა აუცილებლად იქნებოდა ნატოს წევრი. ეს დაპირება უკრაინას ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლედ, ომად და ქვეყნის ეკონომიკის სრულ კოლაფსად დაუჯდა. დღეს ახალი გენერალური მდივანი მარკ რუტე ამბობს, რომ უკრაინა ნატოს წევრი ვერ გახდება. მაინც და მაინც რომელიმე ევროპული სტრუქტურის პრეზიდენტმა უნდა თქვას, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება თუ ვიქტორ ორბანის პოზიციაც საკმარისია. ვნახოთ. თუმცა ევროკავშირი რომ სულ უფრო ემსგავსება ტოტალიტარულ კავშირს, სადაც განსხვავებული აზრი არ უნდა არსებობდეს და კონსენსუსით მიღებული გადაწყვეტილებები მხოლოდ სხვების მოსატყუებლად არის ნახსენები, უკვე ნათლად ჩანს. იმდენად ნათლად, რომ პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი და ტრამპის ადმინისტრაციის წევრი ილონ მასკიც კი აღარ მალავს, რომ ევროკავშირი ტოტალიტარული კავშირია. სწორედ ამიტომ ვნახეთ მის გვერდზე ფოტო, სადაც ევროკავშირის ვარსკვლავებში ნამგალი და ურო არის ჩასმული. მასკმა ეს შედარება დიდი ალბათობით ტოტალიტარიზმის შედარების გამო გააკეთა, თორემ ბედის ირონიით, ოჯახური ღირებულებები სახელმწიფოსგან საბჭოთა კავშირში უფრო მეტად იყო დაცული, ვიდრე დღევანდელ ევროკავშირში, სადაც სკოლებში ბავშვებს სქესის შეცვლის პროცედურებს სთავაზობენ. LGBT გაკვეთილებს უტარებენ და წევრი ქვეყნების ლიდერები დეკლარაციებსაც აწერენ ხელს LGBT იდეოლოგიის კიდევ უფრო განვითარებასა და გავრცელებაზე.
არ არის გასაკვირი, რომ ასეთ ევროკავშირთან დაძაბული ურთიერთობა აქვს დონალდ ტრამპს, რომელსაც მკაფიოდ გამოხატული ტრადიციული ღირებულებები აქვს და ძალიან არ მოსწონს ნეოლიბერალების გიჟური ხედვები LGBT იდეოლოგიის საყოველთაობასა და სავალდებულო ხასიათზე. შეიძლება სხვა მიზეზებთან ერთად ესეც იყოს იმის მიზეზი, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის კონტაქტები ბრიუსელის ბიუროკრატიასთან პრაქტიკულად არ ყოფილა. გლობალიზმი და ნეოლიბერალიზმი სახელმწიფოებს საერთოდ აქრობს. მათ საერთაშორისო არენაზე ადგილს უკარგავს და მოსახლეობას იდენტობას სრულად აკარგვინებს. ამიტომაც არის, რომ ევროპისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პროცესში, უკრაინის სამშვიდობო პროცესში, ევროკავშირი საერთოდ არ არის ჩართული და კომენტატორების როლი აქვს მორგებული. ოღონდ ბოროტი კომენტატორების, რომლებიც ყველაფრის გაფუჭებას უფრო ცდილობენ, ვიდრე რაიმეს გამოსწორებას. რას ვიზამთ, ასეთია სტარმერისთვის, მაკრონისა და ფონ დერ ლაიენისთვის დიპ სტეიტის დაკვეთა და ასრულებენ კიდეც. უნგრელების მოთხოვნებისა და ევროკავშირის ტოტალიტარული ბუნების შესახებ ნახეთ გიორგი მდივანის სიუჟეტი. დონალდ ტრამპის მთავარი ევროპელი მოკავშირე და ევროკავშირის ეროვნული სტრუქტურების დიდი თავისტკივილი. ვიქტორ ორბანი. ორბანი ამავდროულად საქართველოს დიდი მეგობარია და სწორედ ის იყო პირველი ევროპელ პოლიტიკოსთაგან, ვინც ქართულ ოცნებას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოულოცა და 2024 წლის ბოლოს თბილისშიც ჩამოვიდა ოფიციალური ვიზიტით, რითაც ბრიუსელის დიპ სტეიტი საკმაოდ დაამწუხრა. ორბანი უნგრეთის პრემიერია, მაგრამ უნგრელებსაც ალბათ არ ეწყინება თუ ვიტყვით, რომ ის ბევრად უფრო ცნობადი და პოპულარული პოლიტიკოსია, ვიდრე ის ქვეყანა, რომელსაც თვითონ წარმოადგენს. აი როგორ ახასიათებს ვიქტორ ორბანს დონალდ ტრამპი. უნგრეთი ძლიერი ქვეყანაა. მას მართავს ძალიან ძლიერი და ჭკვიანი ლიდერი. მე მომწონს, რადგან მკაცრია. ამას წინათ ერთ-ერთ ინტერვიუში ვიქტორ ორბანმა თქვა, არ მსურს, რომ ჩემს ქვეყანაში ჩამოდიოდეს ის ხალხი, რომელიც სავაჭრო ცენტრებს აფეთქებს და ადამიანებს ხოცავს. და მან ჩემს ეთქვა, რომ დონალდ ტრამპი უნდა დაბრუნდეს ამერიკის პრეზიდენტად, რადგან შეუძლია ყველას მიუჩინოს თავისი ადგილი. ტრამპის გამარჯვების შემდეგ მალევე ვიქტორ ორბანი პირადად ესტუმრა დონალდ ტრამპს მარალაგოს რეზიდენციაში. მასთან ასევე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტოც ახლდა. გასულ შაბათს ვიქტორ ორბანმა უნგრელ ხალხს სიტყვით მიმართა. 15 მარტი უნგრეთის დამოუკიდებლობის დღეა და ორბანმა ქვეყნის მოსახლეობას ნამდვილი დამოუკიდებლობისკენ სვლა და უცხოური აგენტურისგან გათავისუფლება შეპირდა. უნგრეთის პრემიერმა იქ დამსწრე მრავალათასიანი აუდიტორიის წინაშე დაიფიცა, რომ ქვეყანას იმ ხალხს მოაშორებს, ვინც სხვა სახელმწიფოების ინტერესს ემსახურება. მან განაცხადა, რომ მისი მთავრობა გაანადგურებს გლობალურ ჩრდილოვან არმიას, რომელიც ევროკავშირს და ამერიკულ ლიბერალურ იმპერიას ემსახურება. უნგრეთის კონსერვატიულმა ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ის იმ კორუმპირებული ფინანსური მანქანის დემონტაჟს აპირებს, რომელიც დოლარების წყალობით ცდილობდა პოლიტიკოსების, მოსამართლეების, ჟურნალისტების და პოლიტიკური აქტივისტების მოსყიდვას. ყოველთვის არსებობს იმპერია, რომელიც ცდილობს უნგრელებს თავისუფლება წაართვას და ამჟამად ეს ბრიუსელია. განაცხადა ორბანმა საკუთარი სიტყვით გამოსვლისას შაბათს. ორბანმა ევროკავშირს რამდენიმეჯერ უწოდა თანამედროვე იმპერია და ბრიუსელს სხვადასხვა მიზეზით მძიმე ბრალი დასტო. მათ სურთ ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ტრანსფორმაცია კრეაციონიზმის ჯანსაღი წესრიგიდან ცხოვრების ქაოსისკენ. იმპერიას სურს წესრიგის, ქრისტიანული ცხოვრების კულტურის წაღება. მშვიდობის ნაცვლად მას სურს მოგვაქციოს ომის ღმერთების მსახურებაში. იმპერიულმა მანქანამ გადაყლაპა მთელი დასავლური სამყარო, მაგრამ ჩვენ უნგრეთის საზღვარს ვიცავთ, არ დავნებდებით. მათ არ მივეცით ჩვენი ქვეყნის, პარლამენტის თუ მთავრობის და პატრონების საშუალება. უკვე 15 წელია ვერ გვიტანენ. მათ ყველანაირი იარაღიდან გვესროლეს და უკმაყოფილონი არიან, რომ ვერც ქრთამით, ვერც ფულით, ვერც მუქარით, ვერც ჯარისკაცებით შეძლეს ჩვენთან გამკლავება. 18 მარტს კი უნგრეთის პარლამენტმა ორბანის დაპირებას საქმით გაამყარა. უნგრეთის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ სექსუალური უმცირესობების მიერ სხვადასხვა პროპაგანდისტული ღონისძიებების გამართვა აკრძალა მოზარდების დაცვის მიზნით მავნეზე გავლენისგან. 136 ხმით 27-ის წინააღმდეგ უნგრეთის პარლამენტმა LGBTQ პროპაგანდის აკრძალვის საქმეში მნიშვნელოვანი კანონი მიიღო. ამას მომენტალურად ბრიუსელის გავლენის აგენტების და ფსევდოლიბერალების გააქტიურება მოყვა, თუმცა უშედეგოდ. ამას ალბათ ურსულა
ურსულა ფონ დერ ლაიენის და მისი დაჯგუფების აღშფოთებაც მოყვება. მაგრამ ორბანს ეს ყველაფერი უკვე ბევრჯერ აქვს გამოვლილი და ევროკავშირის ზეეროვნულ გლობალისტურ სტრუქტურებთან დაპირისპირებაში ის უკვე საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსია. უნგრეთის პრემიერი ევროპული მშვიდობის პარტიის ლიდერია და ის უკრაინის ომის დაწყებისთანავე საუბრობდა ამ კონფლიქტის სამშვიდობო მოგვარების გადაუდებელ აუცილებლობაზე. მაგრამ მას ბრიუსელის ევრობიუროკრატია არ უსმენდა და პირიქით მის წინააღმდეგ შავ პიარს აგორებდა. ის პირდაპირ აღნიშნავდა, რომ ევროკავშირის მიერ ომის სახალისება ევროპულ ეკონომიკას ანგრევდა და ასევე ანტირუსული სანქციების დაწესებით ევროგაერთიანება იმ ტოტს ჭრიდა, რაზეც იყო დაფუძნებული ევროპული კეთილდღეობა. ანუ იაფდა ხელმისაწვდომ რუსულ ენერგორესურსებზე ამბობდა უარს. ამერიკელ ჟურნალისტთან ტაკერ კარლსონთან საუბრისას ორბანმა საკმაოდ კარგად ჩამოაყალიბა თავისი მოსაზრება ევროკავშირის ეკონომიკური დაცემის შესახებ. I'm in politics, international politics more than 30 years. საერთაშორისო პოლიტიკაში 30 წელზე მეტხანს ვარ. მახსოვს, რომ 30 წლის წინათ ევროკავშირი მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკა იყო და ახლა უკვე მესამე ადგილზეა. ეკონომიკური თვალსაზრისით ევროკავშირი არაა წარმატების ისტორია. ევროკავშირის ეკონომიკის წარმატება ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული გერმანიასთან. ახლა გერმანია იტანჯება და შესაბამისად ჩვენც ვიტანჯებით და ამის მიზეზი ძალიან მარტივია. გერმანიისა და ევროკავშირის ეკონომიკების საკმაოდ კარგად ფუნქციონირებადი სტრუქტურული მოდელი არსებობდა. იყო ერთობლიობა, იაფი რუსული ენერგია და საკმაოდ წინ წაწეული ევროპული ტექნოლოგია და ვიყავით კონკურენტუნარიანები. მაგრამ ომის შემდეგ ჩვენ ენერგოიზოლაციაში ვართ. არ გვაქვს იაფი ენერგია და არ არსებობს ახალი სტრატეგია თუ როგორ უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანები. ასე რომ დავკარგეთ სტრატეგია და არ გვაქვს ახალი, შემცვლელი. კომპასი არ გვაქვს თუ საით უნდა წავიდეთ. ვმართავთ ყოველდღიურ მუშაობას, მაგრამ არ არსებობს რეალური სტრატეგია და არ გვაქვს პასუხი ევროპის ეკონომიკის მომავალზე. There's no real strategy. What is the future of the European economy? No answer of that. ორბანი ყოველთვის თავგამოდებით იბრძოდა უნგრეთის სუვერენიტეტისთვის. იმის მსგავსად, რაგზასაც საქართველო გადის ამჟამად. ევროკავშირს სურდა უნგრეთის სასამართლო სისტემაზე სრული კონტროლი მოეპოვებინა, რაზეც ვიქტორ ორბანი რა თქმა უნდა არ თანხმდებოდა. თავისთავად ეს შეფუთული იყო დემოკრატიის და კანონის უზენაესობის ლირიკით, მაგრამ ევროპულ პოლიტიკაში გათვითცნობიერებული ადამიანებისთვის ეს უკვე კარგად ცნობილი ხრიკია, როდესაც ოფიციალური ბრიუსელი წევრ ქვეყნებზე ნეოკოლონიალური დამოკიდებულების გაფორმება სხვადასხვა საბაბით ახდენს. 2018 წელს ვიქტორ ორბანმა ფინანსური მაქინაციებით გამდიდრებული ჯორჯ სოროსის პატრონაჟის ქვეშ მყოფი უნივერსიტეტი დახურა ბუდაპეშტში. ეს უნივერსიტეტი ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ერთ-ერთი ალმა მატერი იყო. შემდეგ სოროსის ფონდსაც მიადგა და მთელი ქვეყნის მასშტაბით კამპანია დაიწყო სახელწოდებით Stop Soros. ორბანმა ეტაპობრივად მოახდინა გლობალისტური ელემენტების დემონტაჟი უნგრეთში და ამ მიმართულებით ბევრ ქვეყანას გაუკვალა გზა. ორბანი ყოველთვის აქტიურად გამოდიოდა LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ. ამის საპირწონეთ ის ქრისტიანული და ოჯახური ღირებულებების აქტიურ დამცველად გვევლინება საკუთარ ქვეყანაში. ორბანის პრემიერობის დროს უნგრეთში მიღებულ იქნა კანონი უცხოური გავლენის შესახებ, ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის და არჩევნებზე უცხოური ზეგავლენის შესამცირებლად. დაუამრავი მცდელობის, შანტაჟის და დაშინების მიუხედავად, უნგრეთი ვერ აიძულეს დათანხმებოდა ბრიუსელის ლიბერალურ ავანტიურას. ახლო აღმოსავლეთიდან თუ ჩრდილოეთ აფრიკიდან წამოსული მიგრანტების ნაკადი მიეღო. ორბანი ამ საკითხში შეუვალი იყო და საკუთარი ქვეყნის ინტერესები არაფერზე არ გაცვალა. საპასუხოდ კი ევროკავშირის უმაღლესმა იურიდიულმა ინსტანციამ ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ უნგრეთი 200 მილიონი ევროს ოდენობით დააჯარიმა. დაუმორჩილებლობის გამო თითოეულ გადაცილებულ დღეზე კი 1 მილიონი euро დააკისრა. უნგრეთის ხელისუფლებამ კი ბრიუსელის მხრიდან შევიწროების გაგრძელების შემთხვევაში განაცხადა, რომ ისინი უკანონო მიგრანტებს ბუდაპეშტიდან ბრიუსელის მიმართულებით უფასო ავტობუსებს შესთავაზებდნენ. სიმბოლურია, რომ სწორედ ვიქტორ ორბანი და მარინ ლეპენი იყვნენ ევროპელი პატრიოტების ლიდერები, დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ მადრიდში კონსერვატიული ძალების მიერ გამართული შეკრებისას, სადაც ევროპის მივიწყებული დიდების დაბრუნების სურვილი გაჟღერდა. Do you want to make Europe great again? ესპანეთის დედაქალაქში ათასობით ევროპელი პატრიოტი შეიკრიბა, რათა ნეოლიბერალიზმის დამანგრეველი პოლიტიკით დასუსტებული ევროპის გადარჩენაზე იზრუნონ. სტუმართა შორის ორბანის და ლეპენის გარდა ჰოლანდიის თავისუფლების პარტიის ლიდერი ჰერტ ვილდერსი, იტალიელი მატეო სალვინი, ჩეხი ანდრეი ბაბიჩი და სხვა ცნობილი მემარჯვენე ევროპელი ლიდერები იყვნენ. ღონისძიებას ესპანური ვოქსის ლიდერი სანტიაგო აბასკალი მასპინძლობდა. სწორედ აბასკალი აირჩიეს რამდენიმე თვის წინ ევროპელი პატრიოტების ფრაქციის პრეზიდენტად ევროპარლამენტში. სიდიდით მესამე ფრაქცია ევროპარლამენტში 86 დეპუტატს აერთიანებს.
ბრიუსელს არაფორმალური ომი აქვს გამოცხადებული იმ ევროპელი ლიდერების მიმართ, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ეროვნული ფასეულობებით მოქმედებენ. საკუთარ ქვეყანას უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე ევროკავშირის ინსტიტუტებს. ორბანი ხშირად საუბრობს ევროკავშირში არსებულ დემოკრატიის კრიზისზე და არაფორმალურ მმართველობაზე. Problem is that პრობლემა იმაშია, რომ ევროპა ამჟამად ბიუროკრატების მიერ იმართება. ჩვენ გვაქვს ევროკომისია. ეს იცით რა არის? ბიუროკრატიული სტრუქტურა, რომელიც თავიდან იმისთვის შეიქმნა, რომ ხელშეკრულებების დაცვა მოეხდინა. ერთიანი ბაზრის ფარგლებში სამართლიანი რეგულაცია რომ უზრუნველყო. მაგრამ ამჟამად ბიუროკრატების რაოდენობა 30,000-ს აჭარბებს. ისინი სულ იზრდებიან და იზრდებიან და მათ ხელში ჩაიგდეს ნამდვილი ძალაუფლება, რაც ადრე პრემიერ-მინისტრებს ჰქონდათ. from the real prime ministers of Europe. ორბანის პარალელი საკმაოდ ზუსტია, რადგანაც ევროკომისიას ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის ყველაზე მეტი ძალაუფლება გააჩნია, მაგრამ მისი ლიდერები და წევრები დანიშნული ბიუროკრატები არიან და არა დემოკრატიულად არჩეული პოლიტიკოსები. ამიტომაც ხალბატონი ფონ დერ ლაიენი უძლურია პოლიტიკური კრიზისების დაძლევისას. ამიტომაც ევროკომისიის წევრებს არ ეპატიჟებიან სამშვიდობო მოლაპარაკებებისას. ევროკომისია საკუთარი გლობალისტური დღის წესრიგით მოქმედებს და პატრიოტ ლიდერებს მაქსიმალურად ერჩის. ბოლო პერიოდში ევროკავშირს ხშირად ადარებენ გვიანდელ საბჭოთა კავშირს, უძრაობის ეპოქით ცნობილ პერიოდს, ანტიდემოკრატიული მართვის და მოჭარბებული ბიუროკრატიის გამო. ცისფერი მთების საბჭოთა დროს რომ არ გადაეღოთ, დღევანდელი ევრობიუროკრატიისთვისაც ზედ გამოჭრილი იქნებოდა. მათი მოქმედების ნელ ტემპს და უპასუხისმგებლობის მასშტაბს თუ გავითვალისწინებთ. საბჭოთა პერიოდის ნომენკლატურის არსი და ქცევაც ძალიან ემთხვევა ბრიუსელის ევრობიუროკრატიას. რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის საბჭოთა კავშირს კიდევ ერთხელ ილონ მასკმა შეადარა. ევროკავშირის ლოგოს ნამგალი და ურო მიახატა და შემდეგი ცინიკური ტექსტი დაურთო. წარმოიდგინეთ, თქვენ ისე მოგწონთ, როდესაც თქვენ გმართავენ, რომ თქვენ გსურთ მთავრობა, თქვენი მთავრობის სამართავად. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები ძირითადად მაინც ბრიუსელიდან წამოსული ბრძანებებით ხელმძღვანელობენ და ორბანისნაირი ლიდერები გლობალური deep state-ისთვის სახიფათო პრეცედენტს ქმნიან. ამიტომაც ევროკავშირი დემოკრატიული პრინციპების გაუქმებაზეც თანახმაა და სერიოზული მსჯელობა მიდის, რათა უნგრეთს ევროკავშირში ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვას. რუმინეთში დემოკრატიული არჩევნების გაუქმების შემდეგ პრინციპში არაფერი აღარ უნდა გაგვიკვირდეს. ევროკავშირის დემოკრატიის გზიდან გადახვევა ორბანმა საკუთარი სიმტკიცით კიდევ უფრო დააჩქარა. სულ ცოტა ხნის წინ ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის 12 პუნქტიანი მოთხოვნა წაუყენა, სადაც საუბარია ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის თანასწორობაზე კანონის წინაშე, უკანონოდ წართმეული უფლებამოსილების აღდგენაზე ქვეყნებისთვის, ეროვნული სუვერენიტეტის და ვეტოს უფლებაზე ეროვნული ხელისუფლებებისთვის. ორბანი ასევე ითხოვს სოროსის აგენტების და კორუმპირებული პარლამენტარების მოშორებას, არალეგალი მიგრანტებისგან საზღვრების დაცვას. უნგრეთის ლიდერი ასევე ქრისტიანული მემკვიდრეობის დაცვის მოწოდებით გამოდის ევროპაში, მშვიდობის დამყარების სურვილით და ევროკავშირის მომავალს მხოლოდ უკრაინის გარეშე ხედავს. საბოლოო ჯამში სწორედ ორბანი განასახიერებს ევროკავშირის მილიტარისტული და დამანგრეველი ეკონომიკური პოლიტიკის გამოფხიზლების მცდელობას, მის სინდის და რაციონალიზმს, რაც ასე აკლია ევროგაერთიანებას. სანამ იქნება ორბანი და მისი მსგავსი ლიდერები, იქამდე იარსებებს იმედი, რომ ევროკავშირი გადარჩება. Az európai emberek 3 dolgot akarnak: békét, ევროპელებს სამი რამ სჭირდებათ: მშვიდობა, წესრიგი და განვითარება. მაგრამ ბრიუსელის ელიტისგან ისინი იღებენ ომს, მიგრაციას და სტაგნაციას. és a stagnálás. შტატების ვიცე-პრეზიდენტის შეფასებები ევროკავშირთან მიმართებით ყოველთვის ზუსტია ხოლმე. ჯეიდი ვენსი მუდმივად ხაზს უსვამს, რომ არალეგალური მიგრაცია და ნამდვილი დემოკრატიული ღირებულებების უგულებელყოფა ევროკავშირისთვის ძალიან დიდი პრობლემაა. ამან კი ევროპა შეიძლება ცივილიზაციურ თვითმკვლელობამდე მიიყვანოს. Deep State-ის გეგმა სწორედ ეს არის. ევროკავშირისგან და ევროპისგან მხოლოდ ტერიტორია და მართვადი მასა უნდა დარჩეს, დაცლილი ყოველგვარი იდენტობისგან, რომელსაც საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებენ. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.